ალტერნატიული აუდიტი მეწარმეებისთვის შემოსავლების სამსახურის ახალი ინიციატივის მიხედვით ბიზნესმენებს შეუძლიათ სახელმწიფო და აუდიტორულ კომპანიებს შორის არჩევანი თავად გააკეთონ. თემას პირდაპირ ეთერში ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს. ნოდარ, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ალტერნატიული აუდიტი? სახელმწიფოს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული კიდევ ერთი ახალი საგადასახადო ინიციატივა დღეს თავად ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა შეაფასეს დადებითად. ამ დროისთვის ხორციელდება რეფორმის პირველი ეტაპი და მასში მონაწილეობას 12 აუდიტორული და 12 კერძო კომპანია იღებს. რაც შეეხება ეს ინიციატივა ბიზნესმენებს აძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარი სურვილის მიხედვით განსაზღვრონ, ვინ შეამოწმებს საკუთარ ფინანსურ დოკუმენტაციას, კერძო აუდიტორული კომპანია თუ შემოსავლების სამსახური, ანუ სახელმწიფო. ჯორჯიან ტექსტილი ერთ-ერთია იმ გადამხდელ კომპანიებს შორის, რომელსაც კერძო აუდიტის დაქირავების სურვილი აქვს. საწარმო საპილოტე პროექტში ზაფხულში ჩაერთვება. შესაბამისად, საჯარო გახდება შემოწმების მეთოდოლოგია. რეფორმის კიდევ ერთი დეტალი, რამაც მეწარმის მოწონება დაიმსახურა კერძო აუდიტორულ კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, საწარმოზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაა. შედეგად ორგანიზაცია ნაკლებად დაზარალდება, სახელმწიფოს კი ბიზნესმენის მიმართ მეტი ნდობა გაუჩნდება. ასეთი შემოთავაზება ძალიან კარგი იქნება სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ უფრო მეტ ვისწავლით, უფრო მეტად ჩავიხედებით საქმეში და ამავე დროს, რა თქმა უნდა, ძალიან ყველაზე მეტად რასაც მივესალმებით, ეს არის რომ ავიცილებთ ჯარიმას. პროექტი ალტერნატიული აუდიტი პილოტურ რეჟიმში უკვე ამოქმედდა. თავდაპირველად 12 აუდიტორული და გადამხდელი კომპანია შეირჩა. მათი შერჩევა 3 პრინციპით მოხდა. ეს არის რეპუტაცია, კვალიფიკაცია და გამოცდილება. ალტერნატიული აუდიტის თანახმად საწარმო, რომლის შემოწმებას კერძო აუდიტორული კომპანია ახდენს, ჯარიმის გადახდისგან თავისუფლდება. ასეთი შემოწმების შედეგად არ იქნება დარიცხული საჯარიმო სანქციები დეკლარაციის, თქვა და არასწორად წარდგენის, იმიტომ რომ მოხდება პარალელურ რეჟიმში დეკლარაციების კორექტირებაც. შესაბამისად, გადამხდელები დაზოგავენ ჯარიმების კუთხით თანხებს ერთის და მეორეს მხრივ უბრალოდ იმ რისკებს, რაც შეიძლება მათ ჰქონდეთ გასულ პერიოდში, იმას მოიხსნიან. აუდიტორისთვის და საკონსულტაციო კომპანიისთვის ეს არის ახალი ბაზარი, ახალი ნიშა, ახალი განვითარების საშუალება. ახალი მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება გადამხდელს, ის აღმოჩენილი დარღვევის ჯარიმისაგან თავისუფლდება. პროექტის პრეზენტაციაზე დამსწრეთა შორის ის ბიზნესმენების იმყოფებოდნენ, რომლებმაც კერძო აუდიტორულ კომპანიასთან უკვე გააფორმეს ხელშეკრულება. მათი აზრით, საგადასახადო რეფორმა განსაკუთრებით სასარგებლოა იმ გადამხდელისთვის, ვინც კანონიერად მუშაობს და ბიუჯეტისთვის კუთვნილ თანხას კეთილსინდისიერად იხდის. მისაღები ფორმა არის, მე მგონი მარტო ჩვენთვის კი არა, ეს რო გავრცელდება და ყველა ის გადამხდელი კიდევ ოჯახი, რომელიც დაინტერესებულია წესერად იმუშაოს და ბიუჯეტს კუთვნილი თანხა გადაიხადოს, ყველასთვის სასარგებლო იქნება ეს აუცილებლად. ყველათ იმუშავება ყოველგვარი პრობლემის გარეშე. აწევლილი პროცედურაა, თუნდაც იგივე საბაჟო პროცედურა, თუნდაც იგივე საგადასახადოსთან ურთიერთობა და ეს ოფისიდან გაუსვლელად ხდება ძალიან მარტივად. დღევანდელი ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს ამას, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ გამოდიხარ შენი სამყაროდან, იქ ვერჩები და პირიქით სახელმწიფო იქით გეხმარება. კერძო საგადასახადო აუდიტის დაქირავება კომპანიებისთვის იქნება დამატებითი ბიძგი განვითარებისაკენ. გაიზრდება წარმოება, შემოსავალი და შესაბამისად კვალიფიკაცია. ასე აფასებენ პროექტს ავტორები და მას წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი სერიოზული პროექტის დამუშავება თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. აუდიტორული კომპანიების რაოდენობა საქართველოში მიმდინარე წელს 30-მდე გაიზრდება. ამოწმეთ კომპანიების რაოდენობას დაახლოებით გავზრდით 20-მდე და უკვე 20 კომპანიას შემოწმაზე გადავალთ და ასევე წლის ბოლომდე მოვასწრებთ კიდე მესამე რაუნდს, სადაც ალბათ 30-მდე მაინც გავზრდით ამ კომპანიების რაოდენობას. კომპანიების რაოდენობას დრამატულად ვეზრდით, რადგან რეჟიმში გარდა იმისა, რომ მოწმდება შემოწმების პროცესში რაც განსხვავებული შემთხვევები იქნება, რთული შემთხვევები, შემთხვევაში სჭირდება გაანალიზება. ალტერნატიული აუდიტის პროექტის ფარგლებში უკვე შექმნილია 2 კომისია, რომელიც შემოწმების მეთოდურ სახელმძღვანელოსა და კოდექსის მუხლების ინტერპრეტაციაზე მუშაობს. პროექტში შემოსავლების სამსახურთან და აუდიტორულ საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად უცხოელი ექსპერტების გამოცდილებაცაა ჩადებული. სამსახური ზაფხულის განმავლობაში უკვე მეორე ეტაპს განახორციელებს ამ რეფორმისა და მასში 12-ის ნაცვლად 30-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას, ხოლო რაც შეეხება წლის ბოლომდე კი შემოსავლების სამსახური გეგმავს საქართველოში ყველა მოქმედ, როგორც კერძო აუდიტორულ კომპანიას, ასევე საწარმოს ჰქონდეს ამ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა.